ბუნტის თავები. მათ ჩვენს ქალაქში არეულობა გამოიწვიეს და აქაც იგივეს იზამენ. მოდი, სიკეთეს გიზამ და აქედან მოგაშორებ. მე მშვიდობიან ხალხად მეჩვენება. მათ ახალი რელიგია შექმნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს გაანადგურებენ. რა პასუხს გასცემ? ძვირფასო მეფეო. თაყვანი ეცი მეფეს. ჩვენ მხოლოდ ღმერთს ვეთაყვანებით. ხედავთ მეფეო. უკვე ანარქია დაიწყო. ეს არაფერია. უფრო მეტად ის მაინტერესებს ღმერთთან რა დამოკიდებულება აქვთ. განაგრძე. მიდი. ძვირფასო მეფეო, არც თუ დიდი ხნის წინათ უმეცრებაში ვცხოვრობდით. შემდეგ ღმერთმა შუამავალი გამოგვიგზავნა. მან მოგვიწოდა, რომ მხოლოდ ერთი ღმერთისთვის გვეცა თაყვანი და ჭეშმარიტება გაგვევრცელებინა. მან გვასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს და ზრუნავდეთ ჩვენს მშობლებზე. ვეხმარებოდეთ მეზობლებს და ვიღებდეთ მოწყალებას მათხოვართათვის. მან გვითხრა, რომ ჩვენ აქ დროებით ვართ და ყველაფერი რაც გაგვაჩნია. ღმერთმა გვიბოძა დედამიწაც და სხეულიც, რომ ყველაფერს უნდა მოუაროთ, რადგან ერთ დღეს მის წინაშე წარდგომა და ჩვენ ნამოქმედარზე პასუხისგება მოგვიწევს. რასაც ეს ამბობს? იესოს მოძღვრება ამარ. არა ძვირფასო მეფეო. ისინი თქვენს რელიგიას პატივს არ სცემენ. ისინი ამბობენ, რომ იესო ღმერთის შვილი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო. იესოზე იმას ვამბობთ, რაც ჩვენმა წინამძღვარმა გვითხრა, რომ ის ღმერთის მსახურია, მისი შუამავალი, მისი სიტყვა და მისი სული, რომელიც წმინდა ქალწულ მარიამს გადასცა. ჩვენი რწმენა და თქვენი რწმენა ერთმანეთს ისე ჰგავს, როგორც სინათლის ეს ორი სვეტი. ისინი გაყოფილნი არიან, მაგრამ ერთი წყაროდან მოდიან. მე თქვენ ოქროს მთაზეც არ გაგცვლით. შეგიძლიათ იმდენ ხანს იცხოვროთ აქ, რამდენ ხანსაც გინდათ. რაც შეგეხება შენ, ამარ, აიღე შენი საჩუქრები და მექაში დაბრუნდე. აბუ ჯაჰალ. რამდენიმე მდიდარ პილიგრიმს მოეჩვენა, რომ აბუ ლაჰაბის დამარცხებას შეძლებდნენ და ყველაფერი წააგეს. კაცს ეგონება, რომ თქვენ წააგეთ რამე. აბუ ჯაჰალის ძმისშვილი ომარ იბნ ელ-ჰადარი მუსულმანებს შეუერთდა. ომარი? დიდებული ომარი? ომარი? ხო, ომარი. არა. ოღონდ ომარი არა. როგორც ჩანს, ყურანი მოისმინა და ამბობს, რომ მის გულში სიყვარულმა დაისადგურა. მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ. მომისმინეთ, წმინდა ღმერთებო. ჩვენ ვეღარაფერს ვაკეთებთ მუსულმანების შესაჩერებლად. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ. გაჩუმდი მთრალო იდიოტო. ჭირის შეყარე. იქნებ გაჩუმ მართალია. შენ პრობლემა გადაჭერი. მართლა? ახლოს ნუ გავეკარებით. ყველაფერს მოვწყვიტოთ. გადასარევია. მერე წავლენ თავის ტყუილებს მთელ არაბეთს მოსდებენ. ჩვენ მათ არსად გაუშვებთ. აქ გვეყოლებიან და ვუყურებთ, როგორ იშიმშილებენ. იშიმშილებენ? ეგ როგორ? ხელშეკრულებას დავდებთ, ხელს მოვაწერთ და ქააბაში გამოვაკრავთ. დავწერთ, რომ მუჰამედის მიმდევრებს და მათ მფარველებს ვაჭრობის უფლება არ ექნებათ, არც მათზე დაქორწინების უფლება. დაირჩება ყველა, ვინც მათ დახმარებას გადაწყვეტს. მათ მთელი მექა გარიყავს, მანამ, სანამ მუჰამედი თავის შეცდომას არ აღიარებს.
ადექით, ფრთხილად. გმადლობ, მუჰამედ. მუსულმანები გარიყეს, ბევრს საკუთარ სახლში დარჩენის ეშინოდა. ისინი ახლო-მახლო მთაზე დასახლდნენ, რომ თავი გადაერჩინათ. გმადლობ. უწუხვარ, რომ მეტი აღარ არის. კიდევ მშია, დედა. ვიცი, საყვარელო, ვიცი. მამა, არ შეიძლება აბისინიაში წავიდეთ და მალე კი ვნახოთ. არ გაგვიშვებია, შვილო. შენი აზრით მალიკმა იცის როგორ ვართ? წერილი კი გაუგზავნე, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი, ადი. ახლა ვერ წახვალ, მალიკ. მით უმეტეს მარტო. აქ ვერ გავჩერდები, როდესაც ჩემს ოჯახს უჭირს. სულ ეს არის. ომარ, შუამავლის ცოლმა ხადიჯამ ყველაფერი გაყიდა, რაც ჰქონდა, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი იყიდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი 3 წელიწადს გაგრძელდებოდა? სისუსტე სულ უფრო და უფრო გერევა. ვიცი, რომ ისლამი მოთმინებასა და სიკეთეს გადაგებს, მაგრამ არ შეიძლება შენს ულუფას ყოველთვის სხვებს უთმობდე. რა ხდება? მუჰამედს უთხარი, რომ მის დანაბარებს ქორეიშებს გადავცემ. ხო, მაგრამ ცუდად ხარ. არაფერი მიჭირს. წუხვარ. ასე რომ ხედავ აბუთალიბ. ამაში ეჭვი მეპარება. მე თუ მოკვდები, ამ საბჭოს თავმჯდომარეობა შენზე გადმოვა და მერე მუჰამედთან გასწორება ბევრად უფრო გაგიადულდებათ. ხო, ასეა. კარგი, მაშ რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა გესიამოვნოს. მუჰამედმა რაღაც გამანდო. თუ ტყუილი აღმოჩნდება, შეგიძლიათ რაც გინდათ ის უყოთ, მაგრამ თუ მართალი იქნა, მაშინ მუსულმანებისა და მის წინააღმდეგ გამართული ბოიკოტი თქვენ უნდა შეწყვიტოთ. ასეთი რა არის? რა და ის, რომ ბოიკოტის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეთ და ქააბაში გამოაკარით, ჩრჩილმა შეჭამა და მისგან მხოლოდ 2 სიტყვა დარჩა. ღმერთის სახელით. მალიკ. დაბრუნდი? დედა, სწორედ შინ დაბრუნების დროა. დადგა უკეთესი დრო. ცოტა სული მოვითქვით. ძალიან ლამაზია. გმადლობ, ჯალილა. ჯალილა, წამოდი. შუამავლის ცოლი ავად არის. ხადიჯა? ო, არა. წადი, ჯალილა. წავიდა. ოცდახუთი წელიწადი იცხოვრეს ერთად. ის მისი შვილების დედა იყო.
პირველი მორწმუნე და მისი მეგობარი. იმ წელიწადს მწუხარების წელი ვუწოდეთ, რადგან აბუ თალიბიც გარდაიცვალა. აქ მოდი მუჰამედ, ქორეიშებმა რაღაცის გაკეთება მთხოვეს, სანამ მოკვდები. მათ სურთ, რომ სიტყვა მომცე, რომ მათ რელიგიას თავს დაანებებ. ჩვენ შენს საწინააღმდეგოდ არაფერს გავაკეთებთ, თუ ჩვენს წინააღმდეგ არ იქადაგებ. ამაზე შუამავალმა უპასუხა გპირდები. გაიგონე? დამთავრდა. და შემდეგ დაამატა. თქვენგან მხოლოდ ერთი სიტყვა მინდა და თუ მას მომცემთ, მთელი არაბეთი და სპარსეთი თქვენი იყოს. თქვი გისმენთ? აღიარეთ, რომ უფალი მხოლოდ ერთია და უარყავით ყველა დანარჩენი. ჩემო ძმისშვილო, როდესაც ჩემთან სულ პატარა მოგიყვანეს, მე მაშინვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული იყავი და შენ ნამდვილად ხარ განსაკუთრებული. როგორც იქნა ჩემი დრო დადგა. ახლა მე ვარ თქვენი ლიდერი. ხო, სახელი შენია, მაგრამ რა? შეგიძლია საკუთარ თავს მეფე უწოდო, მაგრამ იცოდე, გზაზე არ გადამეღობო. ახლა დროა მთავარი პრობლემა გადავჭრათ. მუსულმანები. არა. მუჰამედი. ვერ ვიტან იმის ყურებას, თუ როგორ ლოცულობენ და თან თავისუფლად დადიან. წნარად აბუჯაჰალ, ზოგჯერ მახვილზე უკეთ სიტყვა ჭრის. პოეტებს გულისხმობ? სწორედ ახლა ხალხს მუჰამედის წინააღმდეგ ამხედრებენ. აბულ აჰაბიც კი ამაზე ზრუნავს. ფრთხილად, მეგობრებო, ფრთხილად იყავით. ეს ჩემი ძმისშვილი რევოლუციას აწყობს. რევოლუციას? ამბობს, რომ შუამავალია. თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ის უნდა, რომ ჩვენზე გაბატონდეს. ვაწამოთ! როდესაც მუჰამედი ამბობს, რომ ჩვენი გზები სუსტია და რომ ჩვენი ღმერთები მხოლოდ მდუმარე ქვები არიან, ის მხოლოდ თქვენ კი არ გესხმით თავს. თქვენს მამებსაც აყენებს შეურაცხყოფას. ის ამბობს, რომ ისინი სუსტები და სულელები იყვნენ. ნუ თუ ასეთი დამცირება უნდა ავიტანოთ. მითხარით, შეიძლება ასე მოვიქცეთ. არა! ალბათ ისევ დაპირისპირება დაიწყება. სამწუხაროდ აბუ თალიბი აღარ ყვავს, რომ დაგვიცვას და წასასვლელიც არ სად გვაქვს. ბილალი, არა? ხო, შენ? მე ბარა ვარ. შარშანაკ 12 მეგობართან ერთად ვიყავი შუამავლის მოსასმენად. იათრებიდან არა? ახლა ჩვენც ისლამის მიმდევრები ვართ. გაიგე? იათრიბში 12 მორწმუნეა. არა, ასობით ვართ. შუამავალი იათრიბში უნდა მოვიდეს. გვჭირდება. ჯუმად. აქ ვერ ვილაპარაკებთ. შუამავალი ამაღამ აქაბას მთასთან შეგხვდება. შუამავალო, გთხოვ, იათრიბში წამოხვიდე. ჩვენი ქალაქი სისხლში იძირება.
ძმა ძმას ებრძვის. მხოლოდ შენ და შენი სიტყვა შეძლებთ იქ მშვიდობის დამყარებას. გთხოვ, წამოდი და პირობას გაძლევ, რომ დაგიცავთ. კარი თვით ღმერთმა გაგვიღო. ღმერთის შუამავალი. შუამავალი დიდება მის სახელს დათანხმდა და ყველას იათრიბში წასვლა გვირჩია. ხამე წასვლა მეშინია. მოციქულს არ უნდა ვინმემ გაიგოს რომ მივდივართ. ისიც ჩვენთან ერთად რატომ არ მოდის? ყველა ერთად რომ წავიდეთ ძალიან საშიში იქნება. დროა. მუსულმანები წასულან, მაგრამ მუჰამედი დარჩა, რომ აქ დარჩენილები დაიცვას. ახლა კი დროა გადავწყვიტოთ, თუ რა უყოთ მუჰამედს. ციხეში ჩავსვათ. შუა უდაბნოში გავიყვანოთ და იქ მარტო დავტოვოთ. გაუშვათ ჩვენ ხომ მხოლოდ ის გვინდა, რომ მექას მოშორდეს. მაგრამ ახლა იათრიბში იმპერიის შექმნას აპირებს. მოგალით. მაგრამ იმას ვინც მოკლავს, მუჰამედის კლანი დასჯის. ამიტომ ამას არავინ გააკეთებს. მერე ვინ თქვა, რომ ეს ერთმა კაცმა უნდა გააკეთოს? არჩიეთ თითო ძლიერი კაცი ყოველი კლანიდან და ერთად მოგალით. მაშინ მუჰამედის სისხლი ყველას კისერზე იქნება და შურსაც ვერავის ზეიძიებენ. კარგი აზრია. მუჰამედმა დიდება მის სახელს იცოდა, რომ შეთქმულება მოუწყვეს. იმ ღამეს თავის ბიძაშვილს ალის თხოვა შუამავლის საწოლში დაეძინა. იცოდა, რომ მას საფრთხე არ ელოდა. სახლშია. როდის დავიწყოთ? ჯერ არა. დაველოდოთ დილის ლოცვებისთვის როცა გამოვა და მაშინ მუჰამედი დიდება მის სახელს მთელი ღამე ლოცულობდა. ჩასაფრებულებს ერთი მეორის მიყოლებით ჩაეძინათ. ის აბუ-ბაქართან მივიდა და მექადან ერთად წავიდნენ. ქალაქის ახლოს ერთი კლდის გამოქვაბულში დაიმალნენ. მუჰამედს ელოდებით? რა ხანია დავიდა? უკვე ქალაქიდან იქნება გასული. შეუძლებელია. სად არის? ასაკლემს ვჩუქნი, ვინც იმას იპოვის. წადით!
თებისკენ? დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. სულ მალე შენი ასიაკლები ჩემი იქნება. იქ არის? ნაკვალევს ვერ ვხედავ. ნამდვილად იქ არის. როგორ შევიდო და ისე რომ ეს ქსელი ან ეს ბუდი არ დაერღვია? სულელო! მოგვიანებით, როდესაც იათრიბისკენ გაემართნენ, შუამავალმა დიდება მის სახელს მექას გადახედა. ამ ქალაქთან მრავალი მოგონება აკავშირებდა. აქ დაიბადნენ მისი შვილები, აქ გარდაიცვალა მისი ცოლი. მან თქვა: ამ ღვთის ბოძებულ მიწაზე ეს ადგილი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის და ყველაზე ახლოს არის ღმერთთან. ჩემს ხალხს რომ არ გამოვეძევებინე, მას არასოდეს დავტოვებდი. ამ უდაბნოში ვერავინ გადარჩება. იქნებ შიკრიკი ცდება. იქნებ მაინც დაიჭირეს. არ დაუჭერიათ და მალე აქ იქნება. მოდის. პირველად შეგვეძლო ლოცვა შიშის გარეშე. დღეები მძიმე შრომაში გადიოდა, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. კარგად მოიქეცი. მასწავლებელს დაუჯერე, წამოდი, ჰადი. მე აქ დავრჩები. ამას და მალიქს მეჩეთის აშენებაში დავეხმარები. ჯერ იმეცადინე. შუამავალი ამბობს, რომ კითხვა უნდა ისწავლო. ნახვამდის მამიკო. მამიკო, მე მოგეხმარები. და უხვად მოიღო მოწყალება მის ხალხზე. შეიძლება ახლა მეჩეთში წავიდე. წადი, ჰადი. მოიღო. ეს ჩემი შვილების მასწავლებელს. ძალიან ლამაზია. ღმერთის შუამავალო, მე ვამომეცი, მე წავიღო. შენ ხომ შუამავალი ხარ. დროა დაისვენო. შუამავალმა დიდება მის სახელს გვითხრა, რომ ყველა მუსლიმი ერთმანეთის მოძმეა, რომ ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვილოცოთ. მან გამოსცა კანონი, რომლის თანახმად იათრიბში ყველა ადამიანს მშვიდობიანად უნდა ეცხოვრა რელიგიისა და რასის მიუხედავად. რა ხდება? ლოცვისკენ მოგვიწოდებს.
ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ჩვენ ვართ? შენ როგორ გონია? მე მგონია ასეა. იათრიბს ახალი სახელი ეწოდა შუამავლის ქალაქი ალ-მადინა. მორჩა. ეს არის ყველაფერი, რაც მუსულმანებმა დატოვეს. კარგია. ჩვენი ქარავნებით დამასკოში წავიღოთ და ყველაფერი გავყიდოთ. ახლა ეს ჩვენ გვეკუთვნის. ყველაფერი მიაქვთ, რაც ჩვენი იყო. როდესაც გაყიდიან დამასკოდან მექამდე მთელ გზას ოქროთის სავსე კალათებით გამოივლიან. ჩვენ ვეღარ ვივაჭრებთ და ისევ შიმშილი გველის. შუამავალო, ვიცი ძალადობა გძულს, მაგრამ მაშინ შუამავალმა დიდება მის სახელს თქვა. წავიდეთ და ქარავანს დავყდეთ. დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია. მუჰამედი ალ-მადინიდან 300 კაცით გამოვიდა, რომ ამ ქარავანს თავს დაესხას. ახლავე მექაში უთხარის საუკეთესო მებრძოლები გამოაგზავნონ, რომ ეს სიმდიდრე დავიცვათ. დაბრუნდი და სახლში ზღვით წადი. ქალაქიდან ჯარი დილას გადის. შენ ჩემს მაგივრად უნდა წახვიდე. არ წავალ. წადი და ჩემს ვალს გაპატიებ. თუ არს მეტყვი, აქვე მოკლავ. ეს რა არის? როგორც იქნა. აბუ ჯაჰალი მხოლოდ 2 დღის სავალზეა მუსლიმანთა ბანაკიდან. უთხარი რომ საფრთხე არმელის და უკან დაბრუნდეს. მაგრამ მას სამჯერ მეტი მეომარი ხავს. ეს არ გმარა. მუჰამედის წინააღმდეგ არ გმარა. უთხარი მექაში დაბრუნდეს. ყველა ღმერთს ვიცავ. ამ სიშორეს იმისთვის არ მოусულა რომ უკან დავბრუნდე. არა, ამას არ ვიზამ სანამ მუჰამედი ცოცხალია. როდესაც შუამავალმა დიდება მის სახელს გაიგო, რომ 30 შეიარაღებულ კაცს კი არა მთელს არმიას უნდა შეუბრძოლებოდით, საბჭო მოიწვია. როგორც ჩანს, ბოლო მე ვლაპარაკობ, რასაც გადავწყვეტთ, იმას გავაკეთებთ. შემდეგ შუამავალმა დიდება მის სახელს იმოქმედეთ რწმენით ახსავსემ, რადგანაც ღმერთი აირჩევს ან ქარავანს, ან ბრძოლის ველზე გამარჯვებას. მექადან წამოსულ არმიას ისინი ბედირის სათავეებთან შეხვდნენ. ისრები გაამზადეთ. ჩემთან ახლოს იყავით და რაც მთავარია ბილალის პოვნაში დამეხმარეთ. ბრძოლა ჩვეულებრივად დაიწყო. ჰამზამ ხმალი ამოიღო და დანარჩენ ორს მოუწოდა. უბაიდა. ალი.